Hasbul, I'm here. Come with Makhachev, Khabib, and another Kh. I'm gonna fucking kill you. ეს ნიკუშა ფიფია, ჩემი ზვაკაცი და ჰაზბულას ღამის კოშმარი. ფიფა ჩვენს ეკრანებზე პირველად ნიჭიერში გამოჩნდა და მომენტალურად შეძლო ხალხის სიყვარულის მოპოვება. მან უქროს გილაკიც კი დაიმსახურა. ამის შემდეგ ფიფოს ხვდებით პრაიმ შოუში, სადაც ის ამჟამად რეპერად გვევლინება. ძალიან ნიჭიერი როა ამას ხვდებით, მაგრამ კითხვა ჩდება შემდეგ. საიდან გახდა ფიფო ჩემი ზვაკაცი? მე ნიკუშას ბავშვობიდან ვიცნობ, ერთ სკოლაში ვსწავლობდი, კერძოდ 64-ში. სკოლების ცვლილების და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩვენი პირველი გადაკვეთა მოხდა ჩემი არხის ერთ-ერთ პირველ ვიდეოში, რის მერეც აღდგა ჩვენი ურთიერთობა და ამის მერე ფიფო მოგყვება და მოგყვება. ეხლა კი გვაკისრია საერთო მისია, ერთად უნდა გავხდეთ მსოფლიოს ვარსკვლავი. თუნდაც რაფად გაგეს? აია, ძალიან კაია. ერთი ორი? კაია. მიდი. შვენიერი, ძალიან მაგარია. ცოტა, მიდი, უფრო ძალძლიერად. კაია. ერთი, ორი, გადაიხარე და ამაზე მშვენიერი. ერთი, ორი, გადაიხარე და ამაზე კაია ძალიან. ერთი, ორი, გადაიხარე და ამაზე კაია. ერთი, ორი, გადაიხარე და ამაზე კაია. მაგარ ჯანზე ხსავ. დღეს გაიმართება ოფიციალურად პირველი მელკის და ფიფოს სპარინგი, ანუ ეს იქნება ფიფოს პირველი სპარინგი. ჩვენ ახლა ვართ დარბაზში, სადაც ხდება ეს ყველაფერი და ფიფა ოფიციალურად ემზადება და უკვე სერიოზულად ვუდგებით ამ ყველაფერს და გონია რომ მართლა შევძლებთ ჰაზბულასთვის ხმის მიწვდინას. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მანამდე კიდე ბიჭო. ფეხებში შემოვა და თავი დაიცალა. დავაი, უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა. ფეხში შედი. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. It was at this moment that he knew. He fucked up. დღეს გადავიღებთ ქუჩის გამოკითხვას და ვნახოთ ხალხი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. მიმდინარე მოვლენებზე, რომელი მოერევა, ფიფო თუ ჰაზბულა. თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტის სპორტული ჟურნალი და რა თქმა უნდა უკვე ჩვენი სიყვარული დანკინ დონატი. გამარჯობა ბიჭებო. პატარა შეკითხვა მაქვს თქვენთან. ფიფო მოიგებს თუ ჰაზბულა თქვენი აზრით? ჰაზბულა. ჩემი აზრით ფიფო მაინც მოიგებს. არ გადავფიქრდი, კარგი. შენი აზრით რა? ფიფო. ოპა. ფიფო ორ ჰაზბულა? ჰეზბულა. I'm not Hezbollah, brat. Thank you. ფიფო ვიცი, მაგრამ
ჰაზბულა რომელია? ო, რა თქმა უნდა ფიფო მოერევა, იმიტომ რომ ფიფოს დარტყმულს ვერავინ ვერ გაუძლებს. რაც უნდა ჰაზბულა იყოს. ეს არის სასწაული. დუბაიში დონატ ვისაც არ გაგისინჯავთ, დანკინ დონატსში მიდით და აუცილებლად გასინჯეთ. წამოვიდეთ და მოუყვეთ სიახლეები. მოკლედ, რამდენიმე სიახლეზე მინდოდა ლაპარაკი. პირველი ის არის, რომ ფიფოს გაუკეთეს საკუთარი არხი, რომელზეც უკვე თვითონ გააგრძელებს მოღვაწეობას და ჩვენ რა თქმა უნდა ამაში მაქსიმალურად მივეხმარებით. ჩვენ გადაუღებთ ვიდეოებს, დაუდევთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი ძმაკაცი მოიხოდოს და მოიხოდოს. უკვე ძალიან დიდი სიყვარული მოდის თქვენგან, ძალიან ბევრი საჩუქარი მისდის ფიფოს. მეგრელების სიამაყე თქო, რო თქვი, მეგრელმა ბიჭებმა გამოუგზავნეს ფიფოს ბევრი საჩუქარი და ძალიან გახარებულია მოკლედ ბევრი რამე შეიცვალა მის ცხოვრებაში. აქ დავთაგავთ ფიფოს TikTok-ს გადადეთ და გამოიწერეთ. მალე დაიწყება მაგარი კონტენტი. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სპონსორებს, სპორტულ ჟურნალ ლიდერ სპორტს, რომელზეც გაიგებთ ყველანაირ სიახლეს სპორტის შესახებ, რამე თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა დანკინ დონატს. ჩვენ ნახალ სპონსორს, რომელიც ძალიან დიდი ხანი გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენი სპონსორი. სიახლებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მაქვს ეგეთი, რომ ლიანა ჯოჯუას ველაპარაკეთ და დავხვდა ვიდეოს გადაღებაზე, მაგრამ სამწუხაროდ არ არის თბილისში. თორე ერთად UFC-ს მოჭუბართან ერთად რო ვიდეოს გადაიღებ, მაინც სულ სხვა მაგას ხვდებით. რომ მეუბნებით, გუგა დვალიშვილზე გადი, თოფურიას მიწერე, ყველა ქართულ UFC-ს მებრძოლს მივწერე და ეხლა ხო ხვდებით, მე ვერ ვნახულობ ხოლმე მესიჯებს რომ წერთ, იმდენი მესიჯი შემომდის ხოლმე და ძალიან ძნელია რომ აქამდე მიაწვნე ხმა, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. მეორე მეუბნება ჰაზბულა არ იჩხუბებსო. ჩვენ იცი როგორ ვართ? ჩვენ რადგან ეს თემა დავიწყეთ, უბრალოდ შეხვედრაც კი დაგვაკმაყოფილებს. არ არის საჭირო რომ ჰაზბულას გაუხიოთ თავი. უბრალოდ პირისპირო დავაყენოთ ეს ორი ადამიანი, ეგეც კი უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ჩვენ კიდე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავახაროთ ადამიანის გულები. თქვენ სახეზე კიდე რაც შეიძლება მეტი ღიმილი მოგანიჭოს. მე ფიფოსთან საქმეს მოვაგვაებ, მაგრამ ჩემთან აი საქმე მოსაგვაებე და სიტუაციები დასააგებე. ესეთი ორივე ხე იაპონჩი აწია, მაგრამ მითხარი, სადა ვედაინახა სიმათე მაკაცმა თუ იაპონტია მითხარი. საიდან გამომდინარე მოიგო ფიფო მამეჯე, ევანში იაპონჩი აწია. გამოიწვიე ძმაო. ხოდა ტენეჯან ვასმოიში გაედოში გეოდები. ხოდა ეხა მე წავედი at home-ში. მაგარი PC უნდა ავაწყო და CS:GO უნდა ვიყო, მაგრამ იქ მაინც მოვგე ფიფოს.